გამარჯობა. ერთი კადრით შემიძლია გადმოვცე ჩემი განწყობა. არ მინდა ფანჯარაში გაყედო. რა ლამაზია ეს ოხები. დაბლა არდევს, დადნა, აქ მანქანა იდგა. უიდა თოვლი არა გვაქვს, მაგრამ გვაქვს. რომელიც საკმარისია ყველაფრისთვის. არა და ლამაზია ეს ოხები. მიყვარს, როგორ არ მიყვარს, ლამაზია, მომწონს. მაგრამ შიგნიდან, ფანჯრიდან. გარედან არა. ვიდეოებში, სურათებში, ლამაზია, როგორ არ არის. საჭიროა, როგორ არ არის. მაგრამ ფსიქოლოგიურად ვერ ვიღებ. დღემშვიდობის ხალხო როგორ ხართ? ხართ არა? ესე. რა ფერ ხართ? როდი კიდილას კი ვიცოდი წუხე რა ცუდი ამიდიო. ანუ რაღაცა ჟინჟღლავდა და თოვლის ათი არ იტყობოდა ხო და იქნათვის ხიანთი არ ვიცი ნათებები თუ აქვს. შუქი ჩავაქრე რაღაცა სიმყუდროის განცდას მიკარგავს, როდესაც ოთახში შუქიანთი. ხო და ჟინჟღლავდა რა, მაგრამ არ მეგონა თუ გათხოვდებოდა. მეზარება. მუშაობა მეზარება დღეს. მივპლაკუნობ, მაგრამ ძალიან მეზარება. წუხე რომ სადაც დავიძინე არ გაინტერესებთ. ალბათ 9-ზე. არა. 9-ზე არა. სადღაც 10-ისთვის ამომქრა. ჩხილი მაქვს აქ მოტეხილივით გავიქლიბე, მაგრამ მაინც. საჭმელი გაკეთებული მაქვს, რომელია 10-15 წუთი. საჭმელით მზად მაქვს, ჭურჭელი მზად მაქვს, ფეხსაცმლები მზად მაქვს, ქათმები მზად მაქვს. მზად არიან. კატებიც, ძაღლებიც, ყველაფერი ნაჭამია, ნასვამია. ვანცალას ძინავ. საოცრად სასაცილოდ უყურებდნენ ისინი. გაწეწილი კატა რომ ყავდა პანდა თოვლს. ხო და ის ნაცრისფერი ნაცარა არა. შაშან ამ დროს სამივე ერთად, თავის ძმებთან ერთად ისეთი ბედნიერი იყო თოვლში, რომ რა იყოს. მაგრად მოწონდათ თოვლში სირბილი. ესენი აბუზულების ხედან კუთხეებში და უყურებენ რა უბედურობა ისა. ანალოგიურად პანცალაც. ხო, მეორე ვიდეოები ვეღარ იდება ხოლმე რა. ვეღარ იდება. ვეღარ ვახერხებ. თუმცა მეგონა მაგ სამსახურიდან რომ ანით მანდაც გადავიღებდი ანით, მაგრამ ისეთი საგიჟია ხახმე თუ მეტეს ხა კიდე სხვა დროს შეიძლება რომ იყოს ხოლმე თავისუფალი დრო. საგიჟია ხა საახალწლო აწყობები იწყება რა, ბისკვიტები კი არა, ფირფიტები გამოცხვა. იცი რამდენი ნამცხვრის მზა ფირფიტებია, რაც გუშინ და გუშინ წინ გამსადდა. და რაც დღეიდან უნდა წაიღონ, ხვალე უნდა წაიღონ, უნდა წაიღონ. მერე პლუს 31-ში არის საშინელი შეკვეთები რაღაცა საოცარი, ესე იგი რამდენი გვერდი წერია 31-ში შეკვეთებისა არ ვიცი. გუშინაც მაგაზე ქონდა მედანინოს ჭუხები. 31-ში არ ვიქნები, მეთქი და იქნები, არ ვიქნები, მაგრამ არ იცის რო არ ვიქნები.
31-ში სახში უნდა ვივირო. სახში უნდა გავაკეთო რამე რომეები. გუშინ განცხადება დავწერე ბულინგთან დაკავშირებით სამსახურში და ბეჭედიც დავარტყი, ტკბილი სამყაროს ბეჭედი, ტკბილი სამყარო ქვია. აი მე რა მიყო იცი წინაზე მაია გვაქვს შეკვეთების ტელეფონი, რაც ალკე. ადრე ნინოს ურეკავდა და მე ამობუეთ სუა ვიწყდებოდა ხოლმე და ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, რომ ანუ მოდის ის რა ქვია ადამიანი და წაიღოს თავისი შეკვეთა. ეს დაბლა ჩამოვდო თორე ცხელია და ვერ მოვკიდებ ყავას ხელს. და არ არის. ამიტომ დედა აი წამწამი მქონია რომ მაგ ჩაბურუნებული. ხო და ამიტომ დაამატა ტელეფონი რომ აქ უნდა დარეკონა ჩვენ ჩავიწეროთ. ხო და რო უპასუხებ უნდა უპასუხო რომ ტკბილი სამყარო გისმენთ. ხო და მე არ უპასუხობდი თავიდან რა რომ ეხლა ტკბილი სამყარო გისმენთ და რაღაცა არაფერი ამერიოს ვიფიქრე. ხო და ის ხო რომ პასუხობ ხო უნდა უთხრა ტკბილი სამყარო და ეს ტკბილი სამყარო კი უნდა უთხრა, მაგრამ ხო იცი რომ არსებობს კიდე ტკბილი ქვეყანა, ხო? ქვეყანა და სამყარო ხარ, ამ გაყო. თითქმის ავიღე ტელეფონი და ტკბილი ქვეყანა იქიდან და ტკბილი ქვეყანა გისმენთ. რა ქვეყანა ქალო აქედან ეს გველოდება. ჩვენ აქ ვჩხუბობთ. ტკბილი ქვეყანა მათქმევინა. ავდექი და ის რო არის წებოვანი ქაღალდები რო იქ დავაწერე სამყარო და მივაკარი ტელეფონი სადაცა დე. რო ავიღებ იქ დავინახავ რომ წერია მეთქი სამყარო და მე უპასუხებ ტკბილი მახსოვს და იქ სამყაროთა ქვეყანა არ ამერიკას და რო არ ვიყავი იმ დღის თავხევია და ზუსტად იგივე ფურცელზე დაუწერია ტკბილი ქვეყანა ისევ. ქვეყანა დაუწერია ისევ და ავდექი ისევ და ქვეყანა უპასუხა. გეფიცები, აი ხა მგონია რომ აი აქ მაგ აი მოვიძრე. სავარაუდოდ წამწამი მქონდა მოტეხილი და აი ესე მქონდა. იცი როგორია მიდიხარ, ხა უნდა გადაბრუნდე და დაიძინო. სხვათა შორის საწულით სავალაგე და რამდენიმე რაღაცაც გავაუთოვე. ესე ცოტა გავლა გამოვლით თუ არ გავაუთოვო. ეს ერთიანად ვეღარ ავდგები და თან რო ცივა ხოლმე იქით ოთახში აღარ შევდივარ. აი ეგრე. გუშინ უთან ამცხარი ნინო, მაგე იქდება მეზარება რომ ჭა. მეძიდება ხალხო. გუშინ მე დაუკეტე კარები. გუშინ წირო მივედი. 15 წუთი რო აკლია ხოლმე 10 მაგას მიყვები და სადღაც 5 წუთი რო აკლია ადგილზე ვარ და ღია არ არის ხოლმე და ხან არის რომ 15 წუთამდე არ არის ღია. ამ გასაღები ვისაც არ მოდის ხოლმე რა აგვიანდება და გუშინწი გადავწყვეტე რომ წავსულიყავი 5 წუთიანზე, რომ სადღაც 10 წუთზე იქ ვიქნებოდი 15 წუთზე მაქსიმუმ. მაინც ეგ ვდგებარ მეთქი და რაღაც სიცივეში ვიდგე. ჩავედი დაკეტილია კარები, მეთქი სად არიან? და თურმე შეგინდა დამიკეტა ნინომ კარები, რომ სადახარო, რატო დაიგვიანე აღარ შემოგიშვებო და გუშინ მივედი ყველანი არიან ნინოს გარდა, ხო დავდექი და კარები დავუკეტე. როგორ კანაოდა იქიდან ბროლიასავი დაფხაკუნებდა და იძახდა შემოვიშვიშებთ სივ და უნდა გენახათ. კარგი იყო? მანდი? დღეს გავაკეთე ვერმიშელი. ცოტა სუპიც მაქვს და რამა კიდე ცოტა გრეჩხად. ცოტა პიურით დღეს ეყოფათ. მინდა არ მინდა. ცხელი. ყველდაზე კი სახში ვარ, დღეს ნელა შემეკითხებოდა რაები უნდა ვიყიდოთ საახალწლოდ. მე მგონი ისეთი რაღაცები არც უნდა ვიყიდოთ, რასაც ვერ იყიდი აქ ბაზარში და არ მოგიწევს სადმე წასვლა. რა აქ ბაზრებიც არის და მოსიარული ბაზრებიც არის. კახას ბაზარი. და ურეკავს ხოლმე ლაშა და სოფელში რო შემოდის, ხდება ხოლმე სოფლის შემოსასვლელში და ყველაფერს ავიღებთ იქ. ბევრი არაფერს, ანუ ისეც არაფერს რა.
ის მინდა დავგუგლო მე, ხა ისპანახი კი ვიცი ნიგზით როგორ უნდა გავაკეთო, მაგრამ ვინ გამომიგზავნა? მე გიმ გამომიგზავნა ისა ვიდეო ჭარხალიც და ის რომ კეთდება, მაგრამ აი ზუსტად როგორ უნდა გავაკეთო, ჭარხალი კიდე ხო ყველა ვარიანტი უნდა მოხარშო და რაღაცა და რაღაცა. მე რა დავგუგლო და მაგის რეცეპტები მოვიძიო როგორ კეთდება. თქვენც კი მომწერეთ, რამდენიმე მოწერილი მიყო დავსქრინე ის. რა ეს ნიგზით გავაკეთო ბურთები. თევზი, მაიონეზი, მეორე მაიონეზსაც ვაკეთებ ხოლმე ჭარხლით წითელს. მე არ მიყვარს დიდად. ანუ ჭარხალი მიყვარს, ჭარხალი ძალიან მიყვარს, აი ესე ადროადგე და ვაშლივით რო შეჭამა მოხარშული ჭარხალი. აი ისე მიყვარს, მაგრამ მაიონეზთან ერთად ვერა. აი სურუმშიერი ვიყო არ შევჭამ, ვერ შევჭამ, არა მაქვს სურვილი. და თევზი. მოვხარშავთ და შევწავთ რამე თევზს მოიტანს ლაშ და იქ. და იმას აკეთებს ხოლმე სოკოშილას, გუში გააკეთეს გოგოებმა იქ სხვათა შორის და ძალიან გემრიელი იყო. სოკოშილი. გუში რო ბიველი კიდე ის იყო ტაფაში დარჩენილი. ტკბილი ფლავი ჰქონდათ გაკეთებული და ეგრევე დიდი ქვაბით შევდგი, სადაც ტორტები წვება იმ დიდ გაზში და ისე გემრიელად ავჭამე. არავის აღარ შევთავაზე, ცოტა იყო კაცო ისედაც. მე შევჭამე. დღეს სხვა სმენა არის, სხვა სმენაში ვარ. ზუსტად ვინ იქნებიან, არ ვიცი. ხატია იქნება, ნინო იქნება და გიული ალბათ. საჭმელი არ მიმაქ არაფერი დღეს. გუში რაღაცები რო ისო ვქენით, დარჩა რა. ერთად, ის ხო წავიღე. მურაბა გარგლისა. თუ პავიდლო მურაბა არისო და ჩაი ავიდუღე. ისე გემრიელად მივირთვი, ისე გემრიელად რა იყოს ჩაი და ეს ხო ცხელი პური მინდოდა და არ იყო ცხელი, ამიტომ ცივი ვიყიდეთ და ჩვენ საწყობში გავაცხელეთ. გემრიელად მივირთვი ის ჩაი. თავის მურაბიანად. დღესაც 5 წუთიანს გავყვები. არ მინდა გასვლა ცოცხალთავით გარეთ. აი ხაი რო ვაკვირდე ბავშვობაში ხო ძალიან მიყვარდა თოვლი, აი უზომოდ მიყვარდა, აი ერთი სული მქონდა როდის გათოვდებოდა მე მთელი დღე გარეთ ვიყავით ხოლმე, აი მთელი დღე. აი ხა ნინომ რომ მითხრას გარეთ გავალო, აი რა უნდა, ნუ ეზოში არ გარეთ გავდიოდი ჩვენ, სულ გარეთ გზებზე ვცურავდი. რა უნდა გააკეთოს ფიზიკურად, აღარ არის ისეთი თოვლი. მაშინ რომ მოვიდოდა ხო კვირობით და თვეობით იდო და არ ალხვებოდა, ემატებოდა და სულ ცურავდით ხოლმე და ამას ხო თავისი ისინი ჰქონდა რაღაცა თავგადასავლები მოკლედ და როგორ არ მიყვარდა, ძალიან მიყვარდა თოვლში სკოლაში წასვლა მიყვარდა, აი უზომოდ და უბრალოდ ეხლა არ მინდა რა. ჩადი, ადი, იქ ფეხი დაგისველება, იქ ცივა, იქ რაღაცა, აი მაგის გამო თორე. ეხლა ირო წარმოვიდგე ხოლმე, რომ ეგ მქონდეს კუხნა. გარეთ პროშატ გაზერა, გაკეთებული ისე, შედი, გადი, მიდი, მოდი. ადი, ჩადი, აღარ, შედი, გადი. ანუ იყოს ითოვლოს, რას ვიჭი, რას მიშლის. მაგიდან გამომდინარე არ მომწონს რა, რომ ესეთი დისკომფორტს მიქმნის. და მეზარება თორე. იყოს თოვლი საჭირო, არა საჭიროა თოვლი ნამდვილად 1000 ვირუსია და სჭირდება ხოლმე თოვლი და ყინვა. ნათესებსაც ჭირდება ყინვა დაბარული ზოგს ხალხს ვინც ამუშავებს, მიწას დაბარული აქვთ ხოლმე უკვე ახლა და ამუშავებ. გუში დავიწონე ხალხ უნდა 1 კილო კიდე დაკლებული მაქვს. რამდენი არ ავწონილო არ. არ ვეგონა რომ დაკლებული ბექნებოდა ხათობა რა დაბიკული. რაც შეეხება ახალ წელს.
ჩემდა გასაკვირად ახალი წელიც მაგრამ ეს სიკვდილება ხოლმე მაგის გამო, მაგრამ ეხლა ერთი სული მაქვს მოვიდეს. მალე. რატომაც. ახალი წელი. ოთახში მარტო ნაძვის ხემი დგა, რომელიც მარტო ეგალათებს, სხვა არაფერი არ დამიგია იქ. თუმცა მაქვს გამზადებული ისინი, მაგრამ ვეღარ და ვეღარ ის ვქენი რა. აი ეს ვარსკვლავები რომ მაქვს ნაყიდი კედელზე დასაყიდებელი, ეგ მაქვს. გარეთ შარშა რო ქონა გაკეთებული. იგენის დასახვევი გვაქვს, მაგრამ რავი. ძალიან ძნელი იყო, ესე მუაჯირზე რო იყო ამოხვეული და ეხლა მეთქი ან სკოჩთან რაღაცით დავამაგროთ, ანუ მე ალაგებად საშინელება არის უფრო. ვიდრე გაკეთება, რო აკეთებ კიდე გეხალისება, რო აბა დროზე ავათებ რაღაც და აი მე უკანო უნდა ამოახვიო ეს მუაჯირების სახელურებს შორის საშინელება არის და რავი. როგორ ვიზავთ არ ვიცი. ერთი ის რომ დღეს ლიმონი თუ არ შემოვიტანეთ, გაგვიფუჭდება და თუ არ გაფუჭდა უკვე. და ასე შემდეგ. ტაველი ხალხო. ცოტა შევჭამ. ერთ ნაჭერს. და გავიმზადები რა. ხო, თავგუშინ თამუნამ იქ მომიტანა ხელის კრემი მომეწონა სხვათა შორის. ეხლა მეზალება თორე შეგიყვანი. ყველაფერი მეზალება ხოლმე. გამოვიტანდი. არ წავივსი სპეციალურად რომ ჭურჭელი რო დავრეცხ გამეცლება მეთქი. ეხლა წასვლისას მოვისმე ვანილისაა და სუნი მომეწონა. არ არის მძაფრი, კაი სუნი აქვს. ასე რომ ჩურჩხელებს არ ვაკეთებ. ნინო კი 1000 ჯერ მითხრა ნინომ კი არა ბარბარეს უყარს ჩურჩხელებს არ აკეთებ ჩურჩხელებს მე ვთხარით დამანებით თავი თათარა იქნება ეგ არის ჩურჩხელებს და ყველაფერიც თუ არა და გაეკეთებინეთ მე ჩურჩხელა არ მიყვარს და კაკლის დამტვრევას და იმ საგებას კიდე არაფერი არ უნდა მე მაგას აქ შევაკეთებდი ხოლმე და ამის მერე ვისაც რომ ის გააკეთოს ხო მართალია კი სრულიად ჩემ თავს ვეთანხმები ესეთი დათანხმებული არ ვყოფილი ვარ ჩემ თავს როგორ ვიყო აგე იქ ხა ტახტი და ბალიში მეძახის მოდი გინე ხა ნინოს დაურეკო და უთხრა რომ დღეს ვერ მოვალ მეთქი და დღეს არ არის ჩემი სამუშაო დღეს უბრალოდ ორშაბათს სახში რო ვიყავი გამიხარდა ის მიქნა რა დამიმატა აი გველაძუა არა ძიგვერა განადამავიწყდა ძველი თანამშრომლების ამბანი და რაც ნასწული მქონდა აჭარლების ძიგვერა სუჩიჩვირებში აქ მოსარტყა თავს ხალხო ეხა წვრილათა თავს და რო წვრილად რო თავს ეგ უფროდებს ხოლმე ვაი მე არ მინდა გარეთ გახედვა სხვათა შორის ეს ამინდი მიყვარდა ხოლმე ბავშვობაში ფეჩის გვერდზე რო ვიჯექი ან ღამე შუქები არ იყო ხოლმე ну მე კი იყო მაგრამ მანამდე ხო არ იყო ხოლმე 8-ზე მოდიოდა და საათ 11-ზე ქრებოდა და ეხა ის ოთახი არის მათი და მარიამ მაღლა ზალა არა ჩევირთლის და მაგ ოთახში გვეძინა ხოლმე და არის ძველი აშენებული სახლი და ფანჯრების რაფები იყო განიერი რაფები დიდი კედლებია და იმ რაფაზე ჯდომა მიყვარდა ხოლმე და აქეთ ამხარეს სადაც ცა ჩანდა და ქარი რო იყო ხოლმე ან თვარე რო იყო ხოლმე და აი მაგარი ქარი რო იყო და ღრუბლები რომ იქონდა მთვარის სიმაზე ვაიმე როგორ მომწონდა ეგ პროცესი
აქეთ რო ფეჩის ხმა გესმოდა ეს ტკაცტკუცი და შუქები რო არ იყო და ეს თავის ფეჩის ის რო აქ და გარეთ რო ვიჯექი და ამ თვარის შუქზე ეს ღრუბლები მიდიოდა. აი ხარო შუქი ქრება ხოლმე რა გავაკეთოთ ხაიდან ხოლმე. მაშინ შუქი რო ქრებოდა ჩემთვის იმყუდროვე იყო ხოლმე. რასი გაკეთებაც მინდოდა ლამპის შუქზე მაინც ვაკეთებდი იმას. მიყვარდა ჩანახატები, რაღაცების ხატვა ხოლმე, მაგას ლამპის შუქზეც ისედაც ვაკეთებდი. ჩემთვის დისკომფორტი არ იყო შუქის ჩაქრობა, პირიქით. და ამათთვის არ არის ეგ. ივანესთვის უფრო არ არის ხოლმე, მე შუქი რო ქრება გიტარას აიღებს ხოლმე ძის თავისთვის, აფხაკუნებს. ხო და ესე. ერთი მხრივ რაღაცა შუქი რო ქრება გვიმიხარია ხოლმე და მომწონს. არა ტელეფონი, არა ინტერნეტი, არაფერი. შუქი, სანთელი და ერთად ყოფნა. წავედი. კაი იყო თქვენთან დილის გატარება. აბა ბედნიერ დღე ყველას. ბევრ ადგილას ეციება ეხლა და აბა თქვენი თავს გაუფრთხილდით, არ დაცივდეთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თოვლი ცოტა ვირუსებს შეამცირებს.